შესაძლოა ჩვენ ახლახან მესამე მსოფლიო ომის პირველი გასროლები ვიხილეთ. ვიცი, ეს შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერდეს. დავდებდი ფსონს, რომ ასე არ არის. და გახსოვდეთ, მესამე მსოფლიო ომი აუცილებლად ბირთვულ აპოკალიფსს არ ნიშნავს. თუმცა, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო კვირებსა და თვეებში, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ისტორიკოსები ამ გასულ შაბათ-კვირას დასაწყისად მიიჩნევენ. რასაც გულისხმობ, არის უკრაინის დარტყმა კასპიის ზღვის სანაპიროსთან. ერთი შეხედვით გრძელდისტანციური თავდასხმა თითქოს ირანული იარაღის წინააღმდეგი ომი მართული, რომელიც რუსეთში მიემართებოდა. მაგრამ ეხლა ირანი ამტკიცებს, რომ დარტყმები ისლამურ რესპუბლიკას იყო დამიზნებული და თვითონ ტვირთის მიმართულებაც გაურკვეველია. მაშ დღეს მოგიყვებით დღევანდელ ომში ჩართულ მსოფლიოზე. შემდეგ ვეცდები დავალაგო სადაო ფაქტები დარტყმასთან დაკავშირებით, სანამ გავაანალიზებ, რას ცდილობდა რუსეთი ირანისგან მიეღო, რამაც ეს ყველაფერი დაიწყო. და ბოლოს გადავხედავ, როგორ შეიძლება უკრაინა ცდილობდეს ამით ისარგებლოს. შეერთებულ შტატებზე ზეწოლის მოსახდენად, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს იმაზე, რაც ეხლა ირანში ხდება. ურა, მსოფლიო ომშია. მაგრამ ჯერ ნება მომეცით, ცოტა უკან დავბრუნდე. მართალია, დღეს მსოფლიო უდაოდ ომშია. ის რაც ამ ჩახლარ თუ ქსელს ნამდვილი მსოფლიო ომისგან განასხვავებს, არის ერთი აქტორი, რომელიც ერთდროულად ორ ფრონტზე მოქმედებს. როგორც შეერთებული შტატები ერთდროულად მართავდა ევროპულ და წყნარი ოკეანის თეატრებს მეორე მსოფლიო ომის დროს, ამის საპირისპიროდ ბოლო 5 თვის განმავლობაში ორი განსხვავებული კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლებიც მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერით არის დაკავშირებული. უკრაინა რუსეთს ებრძვის ევროპული ქვეყნების დახმარებით, ასევე მცირე დახმარებით, განსაკუთრებით სადაზვერო მიმართულებით, შეერთებული შტატებისგან, თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს. და რუსეთი უკრაინას ებრძვის სხვათა შორის ირანის მხარდაჭერით. ამასობაში ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს ებრძვიან გარკვეული შეზღუდული ევროპული დახმარებით, ხოლო უკრაინა ეხმარება არაბ პარტნიორებს ირანული დრონებისგან თავდაცვაში. ირანი კვლავ იღებს მხარდაჭერას რუსეთისგან, განსაკუთრებით დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების კუთხით. ნიშნულოვანია, რომ ჯერ არ გვინახავს ისეთი რამ, როგორიცაა რუსი ჯარისკაცები ირანში, რომლებიც აქტიურ საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფენ, ან ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ცას პატრულირებენ. ეს გვიყვანს გასულ შაბათ-კვირამდე, როდესაც უკრაინულმა დრონებმა 1000-ზე მეტი კილომეტრი დაფარეს, რათა კასპიის ზღვაზე მდებარე სამიზნეებზე მიეტანათ იერიში. ცოტა ხანში ინციდენტის სადაო დეტალებს გამიხილავ. ეხლა მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, როგორ წარმოაჩენს კიევი ამ დარტყმებს, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომის შესახებ ამ განხილვას უკავშირდება. ამდენიმე წლის წინ ირანმა რუსეთს გადასცა შაჰედის დრონების წარმოების ნიმუში, რომლებიც მას შემდეგ უკრაინულ ქალაქებზე ცეცხლს აყრიან. ზელენსკი ახლა ირანის როლს ამ თავდასხმებში ისე წარმოაჩენს, თითქოს ირანმა თავად შეუტია უკრაინას. ამგვარად, რაც შაბათ-კვირას მოხდა, იყო უკრაინის პასუხი ირანზე თავდასხმით. სიზუსტისთვის, ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ იარაღის მიწოდების შემთხვევებს. თუმცა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება ერთმანეთის საპასუხო დათმებმა ეს ყველაფერი უფრო მასშტაბურ მოვლენად აქციოს, რაც მომავალში ისტორიკოსების აზრით, შაბათ-კვირას მესამე მსოფლიო ომის დაწყებად მონათლოს. მაგრამ ყველას მოგვიწევს დაველოდოთ, ნახოთ, იქნება თუ არა გაგრძელებული თავდასხმები. რომ ყურადღება აწმოზე გავამახვილოთ, ნება მომეცით გადავიდე უკრაინის დათმებზე ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე, სხვა აშკარად რუსულ სამიზნეებთან ერთად, კასპიის ზღვაში. უკრაინა აცხადებს, რომ დაარტყა ორ რუსულ დროშიან სათვითო გემს. ირანი ამბობს, რომ უკრაინამ დაარტყა ირანულ გემს, რის შედეგადაც ერთი ირანელი მეზღვაური დაიღუპა და კიდევ ერთი მაინც დაშავდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს ბევრად უფრო დიდი შეთქმულების ნაწილია, რომელშიც ისრაელიც არის ჩართული და შესაბამისად დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება. სიზუსტისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ დაარტყა, როგორც ჩანს, ირანული იარაღის გადაზიდვებს რუსეთში, კასპიის ზღვაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი გასული წლის აგვისტოში მოხდა. თუმცა, იმ დროს ირანმა თითქმის ასეთი ხმაური არ ატეხა. რთულია დარწმუნებით თქვა, რა არის დღეს განსხვავებული, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ერთი ირანელი დაიღუპა. სხვათა შორის, თუ ოდესმე გიკითხავთ, რატო აწვდიან დასავლეთის ქვეყნები უკრაინულ დახმარებას პოლონეთში და რატო ავალდებულებენ, რომ უკრაინულმა სატვირთოებმა გადაკვეთონ საზღვარი, აიღონ ყველაფერი და თავად მიიტანონ უკრაინაში, სწორედ ეს არის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. ირანი ამტკიცებს, რომ სამიზნე კომერციული იყო, ხოლო უკრაინა აცხადებს, რომ დაარტყა გემებს, რომლებიც სამხედრო კომპონენტებს ატარებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ორივე აღწერა შეიძლება ერთდროულად იყოს ზუსტი. შესაძლოა ისინი სხვადასხვა ხომალდებს აღწერდნენ. ან ისინი ერთსა და იმავე ხომალდზე, ან ხომალდების წყვილზე ერთსა და იმავე ამბავს ხვებიან. ხომალდის დროშა ხშირად ცუდად შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც რეალურად მის უკან დგას. გარდა ამისა, სატვირთო ხომალდს შეიძლება გადაჰქონდა როგორც სამოქალაქო საქონელი, ასევე სამხედრო კომპონენტები.
რაც თითქმის არ გავს დამთხოვას, უკრაინამ წინაკვირა გაატარა Wildberries-ის სადისტრიბუციო ცენტრების დაბომბვაში რუსეთის შიგნით. Wildberries-ის ბიზნესის მცირე ნაწილი მართლაც ორმაგი დანიშნულებისაა სამხედრო მიზნებისთვის. კომპანიამ სცადა შეეფსო სიცარიელე, სადაც რუსეთის სამხედრო ძალა არასაკმარისად ამარაგებს თავის ჯარისკაცებს. ამიტომ ჩვეულებრივი რუსები იძენენ აღჭურვილობას Wildberries-დან, ან საკუთარი თავისთვის, ან უკრაინაში გაბრძანილი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. ვინც ომის კანონებს პატივს სცემს, ეს ძალიან საეჭო და არამყარ საფუძველზე დგას. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც Wildberries-ზე თავდასხმას აპროტესტებს. კარგი, დაუბრუნდეთ კასპიის ზღვის თემას. შესაძლოა, უკრაინას ჰქონდა დაზვერვის ინფორმაცია, რომ სამოქალაქო სატვირთო გემი სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენებოდა და ამიტომ გადაწყვეტა წინასწარ აეცილებინა ზიანი. ეჭვმეპარება, რომ ევროპა აქ რამეს რეაგირებს, თუ გასულ კვირას ყველაფერი რიგზე იყო. ფერს უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას შეიძლება აკეთებდეს ირანი რუსეთის დასახმარებლად. უკრაინის ელჩის თქმით, ისრაელში აღნიშნული გემი დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ატარებდა. ეს 3 წლის წინ რომ გავგვეგო, გასაკვირი არ იქნებოდა. 10 წლეულების ეკონომიკური სანქციების გამო ირანი ექსპერტი გახდა იმაში, თუ როგორ შეიძინოს იარაღის კომპონენტები, მაშინ როცა დასავლური სამყარო ცდილობს ამის შეჩერებას. შესაბამისად, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მოსკოვი მსგავსი შეზღუდვების სამიზნე გახდა, კრემლმა დახმარებისთვის თეირანს მიმართა. მაგრამ თითქმის 4,5 წლის ომის შემდეგაც კი, როგორც ჩანს, რუსეთს კვლავ ირანზე უწევს დაყრდნობა. მაშინაც კი, როცა იანს შინ უამრავი პრობლემა აქვს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთმა მიიღო შაჰედის დრონების წარმოების ლიცენზია და ახლა მათ ადგილობრივად აწარმოებს. თქვენი ფიქრებით, რომ ამით რუსეთს აღარ დასჭირდებოდა დამატებითი დახმარება? თუმცა შეიძლება გახსოვდეთ, რომ ირანის ომის დასაწყისში თქვი, რუსეთს უნდა ნერვიულობოდა ირანის მომარაგების ჯაჭვზე. იარაღის ლიცენზირების შეთანხმებები, როგორც წესი, თითოეულ ერთეულზე როიალტებს გულისხმობს და ეს ქმნის აშკარა სანდო ვალდებულების პრობლემას. როგორც კი ვიცი, როგორ უნდა ვაწარმოო იარაღი, შემიძლია უბრალოდ თვითონ გავაკეთო ეს და აღარ გადაგიხადო. იმის გათვალისწინებით, რომ აქ რუსეთზე ვსაუბრობთ, შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ იქნებოდა ირანი ფრთხილი, რომ ვალდებულების პრობლემას გვერდი აუაროს. ყველაზე მარტივი გამოსავალია, გადასცე იარაღის სისტემის უმეტესი ნაწილის ნახაზები, მაგრამ რამდენიმე კრიტიკული კომპონენტი შეიკავო. ეს რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს საერთო წართა წარმოება, მაგრამ გარანტიას გაძლევს, რომ ბერკეტი შენს ხელში დარჩება. თუ როიალტები შეწყვეტება, მაშინ შენც შეწყვეტ კრიტიკული კომპონენტების მიწოდებას. ასევე შესაძლებელია, რომ რუსეთი უბრალოდ არ არის ძალიან ძლიერი შაჰედების ზოგიერთი ნაწილის წარმოებაში და ამიტომ ამ ნაწილის წარმოებას ისევ ირანს ანდობს. შეიძლება გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ ამგვარი შეთანხმებების შესახებაც საუბრობდით, როცა შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პატრიოტების ლიცენზირება დაუშვა. აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნო. იმავე ელჩმა თქვა, რომ გემები რუსეთიდან ირანში მიდიოდნენ. ფიქრობ, ეს შეიძლება მისი შეცდომა იყოს და მედიის ის ანგარიშები, რომლებიც მას არ ციტირებენ, როგორც წესი, საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ნაკადზე საუბრობენ. მართლა ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ უკრაინა მოულოდნელად იფიქრებდა, რომ ირანისთვის განკუთვნილი იარაღი უნდა აეფეთქებინა. ეს უკრაინას ირანის ომში პირდაპირ შემტევ-მხარედ აქცევდა. ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპს ეს ძალიან მოეწონებოდა, თუ ეს სიმართლე იქნებოდა. და შეიძლება ეს იყოს გაცვლითი გარიგების ნაწილი, რომელიც პატრიოტებს უკავშირდება. რადგან რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს არ სურს პირდაპირ ჩაერთოს რუსული ობიექტების დაბომბვაში. მაგრამ ვფიქრობ, უნდა მოვითმინოთ, სანამ ამაზე კონკრეტულ დადასტურებას არ მოვისმენთ, რომ ისმენთ ვინმესგან, ვინც უფრო მაღალ პოზიციაზე. ეს შესანიშნავ გადასვლას გვაძლევს ჩვენს შემდეგ თემაზე, რაც არის ის, თუ რა შეიძლება იყოს უკრაინის უფრო ფართო სტრატეგია ამ შემთხვევაში. ხვალ ზელენსკი გაფრინდება ვაშინგტონში, ერთი შეხედვით სენატორ ლინდსი გრემის სამახსოვრო ცერემონიაზე დასასწრებად. საინტერესოა, რომ ეს ზუსტად 1 წელი და 5 თვე გავა ოვალურ ოფისში მომხდარი სკანდალური დაპირისპირებიდან, რომელმაც მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობის ტონი განსაზღვრა საზოგადოებაში. პრაქტიკაში, რაც ასევე ხდება, არის ამ სულ უფრო მეტად ერთმანეთთან შერწყმული ომების ამ მხარეს მყოფი 3 აქტიური მხარის სამიტი ამით. ხედავთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაუც იქ იქნება. დარჩენილია სანახავი, იქნება ეს ორმხრივი შეხვედრების წყვილი ტრამპთან, თუ სამივე ერთად გამართავს ჯგუფურ საუბარს. თუ ცოტა ხნით მხოლოდ ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ოვალურ ოფისში მომხდარი სკანდალური დაპირისპირება არასწორად ასახავს იმას, რაც ამ ორმა მას შემდეგ გააკეთა. ზელენსკი პაპის დაკრძალვაზე მათ პირისპირ საუბარს გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს. ეხლა, ყოველთვის რთულია იმის გაგება, რას ფიქრობს ტრამპი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი იყო ის, ვინც ოვალურ ოფისში მომხდარი სკანდალური დაპირისპირების შემდეგ დღის წესრიგის დარჩენილი ნაწილის გაუქმებას ემხრობოდა.
ტრამპ იმზად იყო გაეგრძელებინა, ცდილობდა დაედასტაესტურებინა ის ბიზნეს გარიგება, რომლის დასასრულებლადაც მთელი სამიტი იყო ჩანიშნული. უახლეს პერიოდში ამ თვის დასაწყისში ნატოს სამიტზე გამოცხადდა ზემოხსენებული პატრიოტების ლიცენზირების შესახებ. ასევე ვაკვირდებით ცვლილებას მაგას ფრთის საითის საერთო პოზიციაში უკრაინის მიმართ. ლაურა ლუმერის ბოლო ვიზიტი ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის თითქოს სრულ გადასვლას უკრაინის ხარდაჭერაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დადებით ისტორიად მოგოჩვენოს, აქ პრაქტიკული მოტივიც მოქმედებს. უკრაინამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე დინამიკა შეცვალა, რის გამოც სკეპტიკოსები უკრაინას სულ უფრო კარგ ინვესტიციად აღიქვამენ. ზელენსკი შეიძლება ამ შესაძლებლობას იყენებდეს და ირანის კამპანიაში ერთვებოდეს, რათა აჩვენოს შეერთებულ შტატებს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი წვრილი შეიტანოს არაბი მოკავშირეებისთვის დრონების ჩამოგდების მიღმაც. და ეს მიგვიყვანს შეერთებული შტატების ამჟამინდელ მდგომარეობამდე ირანთან დაკავშირებით. თუ ძალიან გავამარტივებთ, ჩვენ გვქონდა საზღვაო ზავი, რომელიც სინამდვილეში ზავი არ ყოფილა, რასაც მოჰყვა ომის განახლება, რომელიც რეალურად არასდროს შეწყვეტილა. და ამ წამს, როგორც ჩანს, კიდევ ერთ პაუზაზე ვართ, რომელიც შეიძლება არსად მიგვიყვანოს, თუ მოლაპარაკებები ისეთივე უკუშედეგიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ახალ რაკეტებსა და დრონებსაც აქტიურად იყენებენ, კონფლიქტის უდიდესი ნაწილი მაინც ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ბლოკადების დაპირისპირებაში მდგომარეობს. აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი ზავის ერთ-ერთი მოტივატორი შეიძლება იყოს პენტაგონის განახლებული თხოვნები, რომ არ ამოიწუროს აშშ-ის რაკეტების მარაგება. ხლავ, თუ აქ ვივარაუდებთ, ზელენსკი შეიძლება ცდილობს უკრაინა წარმოაჩინოს შეერთებული შტატებისთვის შეიარაღების მიწოდების არხათხად. კიევს შეუძლია დრონების წარმოება ბევრად უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე ამას ამჟამად შეერთებული შტატები ახერხებს. მთავარი ბარიერი, რომელიც უკრაინას წინ ეღობება, ფულია. თუ ვოლოდიმირ ზელენსკი შეძლებს მომავალში შეერთებული შტატებისგან საინვესტიციო ფონდების მოპოვებას, მაშინ უკრაინა შეძლებს გაზარდოს თავისი საწარმოო ხაზები და შეერთებულ შტატებს გადაუხადოს გრძელდისტანციური დრონებით განხორციელებული თავდასხმების სახით, ან თავად გაუშვებს მათ, ან მართვას შეერთებულ შტატებს გადააბარებს. თავის მხრივ, ირანს არ აქვს კარგი გზა, რომ ამ ურთიერთობაში ბზარი შეიტანოს. ირანმა უკვე უპასუხა უკრაინის თავდასხმას შურის ძიების მუქარით. უკრაინა არ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტაში შესულ და გამოსულ გადაზიდვებზე და გარდა ამისა, უკრაინა სავარაუდოდ ირანიდანაც ძალიან შორსაა იმისთვის, რომ ირანმა ეფექტურად შეძლოს საჰაერო გზით საფასხო დათმო დართმა. ეს კი რუსეთისთვის დახმარების გაზრდას ტოვებს ერთადერთ შესაძლო პასუხად. ეხლა დარწმუნებული ვარ, ირანი რაღაცას მაინც მოიფიქრებს ამ შემთხვევაში, თუმცა რთულია ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამას. ეს კიდევ ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ თავდასხმაზე პასუხად მეც გააკეთებს, მაგრამ მაშინ ჩდება კითხვა, რატომ არ აკეთებდნენ მეც მანამდე? ომში ჩაფლული სამყაროს ქაოსი გრძელდება. მაშ, რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? უკრაინა მინიმუმ ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა კასპიის ზღვაზე. თუ მოვლენები კიდევ უფრო გამწვავდება, შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას მომხდარი მესამე მსოფლიო ომის პირველ გასროლებად მივიჩნიოთ. რუსეთის მომარაგების ჯაჭვის ლოგისტიკის დარღვევის პირდაპირ შედეგის გარდა, უკრაინა შესაძლოა ცდილობს აშშ-ის უკრაინისადმი მხარდაჭერა გააძლიეროს. ალბათ მოგვიწევს ამ საკითხს ხვალ დაუბრუნდეთ, მას შემდეგ რაც ვაშინგტონში სამიტის შედეგი გახდება ცნობილი. მანამდე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასობაში, თუ გამოგჩათ ყველაფერი, რასაც ჩემს მეორე არხზე ვაკეთებდი, უამრავი საინტერესო კითხვაა, რაზეც შემიძლია Geopolitics Helpline-ზე გიპასუხოთ. ზოგიერთი კი ამბობს, რომ ჩემი მეორე არხი ახლა უკვე თავარი არხია. აქ დაჭერით შეგიძლიათ ნახოთ და თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახოთ. შეიძლება აქ, შეიძლება მეორე არხზე. ვინ იცის? ფრთილად იყავით.